ცოდვა გამხელილის ჯობს მეც რაღა დაგიმალოთ და არაერთხელ მithქვამს და ახლაც ორშაბათობით, ოთხშაბათობით და პარასკევობით ვამბობ ხოლმე, რომ ამ პირობებში არჩევნების ჩატარებას და არჩევნებში უფრო ზუსტი რომ ვიყო მონაწილეობას არც არანაირი აზრი არ აქვს. ცოდვა გამხელილის ჯობს და მეც არაერთხელ მithქვამს, რომ მაღალი ალბათობით, მეთქი ასე ვამბობდი, 26 წელს, მიმდინარე წელს, ასე მაგალითად ოქტომბერში საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება იძულებული იქნება დანიშნოს, ჩანიშნოს რიგ გარეშე არჩევნები, მათ შორის, იმიტომ რომ მას საკონსტიტუციო უმრავლესობა სასიცოცხლოდ სჭირდება, ანუ 113, 114, 115 დეპუტატი. ცოდვა გამხელილის ჯობს და მაღალზე მაღალი ალბათობით არჩევნებს 2026 წელს, შესაბამისად 27-შიც რიგ გარეშე არჩევნებს, ქართული ოცნების ხელისუფლება არ ჩანიშნავს. აქედან გამომდინარე, სრული 2 წელიწადნახევარი, არასრულია 2 წელიწადნახევარია დარჩენილი არჩევნებამდე, ანუ 2028 წლის ოქტომბრის თვემდე, არანაირი რიგ გარეშე არჩევნები, მაინც ესე ვიტყვით თქვენის ნებართვით, არ იქნება თუ რამ საშინელ კრიზისში არ აღმოჩნდა თავად ქართული ოცნება და თუ ის ბრძენი კაცი არ წამოდგა მარცხენა ფეხზე ან ორივე ფეხზე ერთად და არ ბრძანა, არ მოეპრიანა და არ ბრძანა რომ აი ოქტომბერში როგორც გინდათ და რა არგუმენტითაც გინდათ ჩანიშნეთ არჩევნებიო, რიგ გარეშე არჩევნებიო, აი ეს ოღონდ უნდა გააკეთოს ხვალ, უნდა გააკეთოს ეგ მაქსიმუმ 15 თუ რაღაც 7 თუ 8 აგვისტომდე. მაღალი ალბათობით ორ ფეხზე არ წამოდგება თუ არ წამოჯდება საწოლიდან გადმობრძანებული ოლიგარქი, არც მარცხენა ფეხზე წამოდგება და შესაბამისად რიგ გარეშე არჩევნების მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ჩვენგანი სამართლიანადაც დაგვიზრახავთ მაინც და მაინც ვარაუდობდით, რომ რიგ გარეშე არჩევნები იქნება, მაღალი ალბათობით რიგ გარეშე არჩევნები არ იქნება. აქედან გამომდინარე, ალბათ სწორია თუ ოპოზიციურ პარტიებს ვეთყვით უკვე ღიად, რომ მეგობრებო, დაივიწყეთ რიგ გარეშე არჩევნები. ეს ლოზუნგი თუ ეს მოთხოვნა თუ მაინც და მაინც გააქვთ, თუმცა სულ უფრო იშვიათად ალაპარაკობენ ამაზე, მოხსენით, მოემზადეთ 2028 წლის არჩევნებამდე და მოემზადეთ, რომ იქნება და გადარჩეთ. იმიტომ რომ პირველ სიტყვას მიუბრუნდები, არანაირი აზრი არ აქვს ამ პირობებში არჩევნების ჩატარებას 28 წელსაც კი. თუ პოლიტიკას როგორც ასეთს ბიზინა ივანიშვილი გააუქმებს ან გააგრძელებს პოლიტიკის გაუქმებას, პოლიტიკოსებს ამოამწყდებს საპატიმროში ერთი თუნდაც ერთი კინკილა პოლიტიკოსი პატიმარი ეყოლება საპატიმროში. თუ ეს საარჩევნო გარემო, ზოგადი სიტყვა მართალია გეთანხმებით, მაგრამ ამგვარი საარჩევნო გარემო, რომელშიც კონკურენცია, კონკურენტულობა პრაქტიკულად წარმოუდგენელი არ იქნება უზრუნველყოფილი. თუ მედია იქნება ასეთი მონოპოლიზირებული და ასეთი ხელისუფლების სასარგებლო არა, ასეთი მიზანმიმართული საიმისოდ, რომ ოპონენტები განადგურდნენ. არ იქნება დებატები. არა მარტო პოლიტიკოსი პატიმრები, მაგალითად რაღაც ელენე ხოშტარია, ნიკა მელი. არამედ სინდისის პატიმრებიც იქნებიან საპატიმროში. მე მესმის, რომ ბევრი მათგანი დატოვებს, მაგრამ განცდა იმისა, რომ ახალი სინდისის პატიმრები არ ეყოლება ამ ბანდა ხელისუფლებას, სულაც არ აგვაქვს. ანუ ახლა გამოვა მალე ასე მაგალითად ანდრო ჭიჭინაძე მივესალმოთ მას და გარკვეული პერიოდის შემდეგ გამოვა თქვათ 28 წლამდე პრაქტიკულად ყველა სინდისის პატიმარი, იმიტომ რომ ბევრს მათგანს 2-2.5 წელი აქვს მისჯილი და აი არჩევნებამდე ალბათ უმრავლესობა ყოველ შემთხვევაში დატოვებს საპატიმროს, მაგრამ არა გვაქვს განცდა, რომ ერთი ანდრო ჭიჭინაძე რომ გამოვა, მეორე ანდრო ჭიჭინაძე, მეორე ჭიჭინაძე ვინმე არ შევა საპატიმროში. ამიტომ ეს 90 თუ 100 თუ 150 სინდისის პატიმარი ამ ტალღაზე თუ იქნება ქართული ოცნების ბანდა ხელისუფლება, ყოველთვის იქნება ჩვენს ქვეყანაში. მოკლედ ამ პირობებში არჩევნების ჩატარებას აზრი არა აქვს და ეს მე კიდევ ერთხელ ვიტყვი, ბევრჯერ მithქვამს. მაგრამ მეორე მხრივ ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, არ დამძრახოთ გთხოვთ, არ მეჩხუბოთ გთხოვთ, რომ ქვეყანაში ხელისუფლების ცვლილება სწორედ არჩევნების გზით უნდა ხდებოდეს. ცვლილება და ცვალებადობა. თუ განსხვავებას დაიჭერთ და თუ არ განმამარტებინებთ გთხოვთ, ხო ცვლილება და ცვალებადობა სწორედ არჩევნების გზით უნდა ხდებოდეს. ამიტომ ჩვენ უნდა გადავრჩეთ 28 წლამდე პოლიტიკური სპექტრი უნდა გადარჩეს, როგორღაც უნდა გადარჩეს, ეს არ ნიშნავს, რომ გაუწვეს ქართულ ოცნებას, არა, ასეთები ხავს ქართულ ოცნებას, ვინც უკვე გაუწვა
ამგვარად რადიკალური, ამგვარად შემართული, როგორც შეუძლია ისე შემართული, უნდა იყოს არსებული პოლიტიკური ოპოზიციური სპექტრი, სამართლიანი, შეუდრეკელი, საპატიმროში წამსვლელი, მისი პოლიტიკური ლიდერები, იდეა კიდეც არ ვწრახავ 94%, 6%-ზე არ ვილაპარაკოთ თქვენის ნებართვით. თავისი ვისაც გულისხმობ ამ 6%-ში. მოკლედ მიდიან კიდეც განა არა და იქნება და გადავრჩეთ და არა მარტო გადავრჩეთ 2028 წლის ასე მაგალითად ივლისი-აგვისტოსთვის, არამედ ისეთი ძლიერები უნდა ვიყოთ, რომ ხელისუფლება წავართვათ, ან გამოვართვათ ქართულ ოცნებას, რაც მოცემულ ეტაპზე თუ შევაფასებთ, პრაქტიკულად შეუძლებელია მოცადა. ქართული ოცნების მიერ ჩატარებულ, ესეც უნდა ვთქვათ, ქართული ოცნების მიერ ჩატარებულ არჩევნებს არ სცნობს ცივილიზებული სამყარო. თუ ასეთი იქნება ეს არჩევნები, ამგვარ პირობებში ჩატარდება. მათ შორის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვით. ახლა მეორე თემა, მეორე რაკურსი. ხომ დაუჩემებიათ ამ ქართული ოცნების ბანდის წარმომადგენლებს, რომ ჩვენ ევროპასთან არანაირი კავშირი აღარ აგვაქვს. ჩვენ უფრო პროამერიკელებში, რასაკვირველია, უფრო პროამერიკელები გვაქვს, ამერიკასთან გვინდა ურთიერთობის გადაწყვეტვა, განა არა. ამერიკასთან გვინდა ურთიერთობის სუფთა ფურცლიდან დაწყება, განა არა სტრატეგიული ნამდვილი ურთიერთობა. ამას ხომ ამბობენ, ეს ყველაფერი სიყალბეა, ასაკვირველი. მაგრამ ახლა შენ ყალბი ხარო, ვერ მიედავები ირაკლი კობახიძეს მეორე მხრივ მიედავები, რა თქმა უნდა, მაგრამ ვერ დაუნტკიცებ, იმიტომ რომ რაც წარმოუთქვამს, რაც უთქვამს, იმაში კი გამოსჭვივის, იქიდან კი გამოსჭვივის სიყალბე, მაგრამ მეორე მხრივ სიტყვაა. წარმოთქმული თუ დაწერილი მის მიერ და იმ სიტყვაში არის ეს აზრი მის სიტყვაში გაატარებული, რომ ხელახალი რაღაც ურთიერთობის და სტრატეგიული ურთიერთობის დაწყება გვინდა შეერთებულ შტატებთან. რეალურად ესენი უფრო გაგიკვირდებათ, აი უცნაურეს რამეს ვიტყვი. ესენი უფრო ოსხვეში ამ მიმართებით უფრო ევროკავშირის ცალკეულ სახელმწიფოებს აღგვანან. ევროკავშირში რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს ამის აღიარება, გაცილებით მეტად არის სიტყვის და თავისუფლების შეზღუდვა, ოღონდ ქართულ ოცნებებს არ უნდა წაიკითხოს თითქოს სამი სორამეს ვამბობდე, უფრო მეტად არის რეგულირებული, ვიდრე ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომელშიც სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება არსებობს, მოდი ასე ვიტყვი, 100%. არ მოსწონს ტრამპს ერთი განცხადება თუ ერთი მედია გამოცემა. მეორე მედია გამოცემის საინფორმაციო პოლიტიკა ახურებს, აკრიტიკებს, მაგრამ ვერაფერს აკლებს. ვერ სოციალურ ქსელებში მის წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიებს შეერთებულ შტატებში და ვერც მეინსტრიმ ან არა მეინსტრიმ მედიას. ერთი ბლოგერი არ მოსწონს. 27 ან მეტი მედია მეინსტრიმ საშუალება არ მოსწონს. აი შენ CNN ხარ რაღაც ყალბი ნიუსების თუ ფეიქ ნიუსების გამავრცელებელი, შენ ამ მედია საშუალებას მიმართავს, შენ ხარ რაღაც არაკომპეტენტურობის გასცემ, მაგრამ ფეხებსაც ვერ სჭამს, მოდის ვიხდი ასე. ამერიკაში სრული თავისუფლება. აი ევროპაში მართლაც ქართული ოცნება ასაკვირველია ტყუის, მაგრამ განა ტყუის ბჭყალებში. ევროპაში კიდე რაღაც რეგულაციები არსებობს, მათ შორის შეურაცხყოფაზე, რაც ცუდია ჩემი აზრით, მე აბსოლუტური სიტყვის თავისუფლების მომხრე გახლავართ. მაგინებენ, მაგინონ. ესეც კი, შეურაცხყოფაც კი, სიტყვის გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში მინდა ხოლმე რომ ჩავსვა, მიუხედავად იმისა, რომ ასაკვირველია შეურაცხყოფელია, ასაკვირველი ძნელად ასატანია ის, რა კამპანიებიც გორდება ჩემს და არა მხოლოდ ჩემს, საჯარო პირების წინააღმდეგ მიმართ. ხო, რთული გადასატანია კიდევ ერთხელ, რთული საქმელია, რეაქციის გარეშე რთულად დასატოვებელია, მაგრამ ჩვენ გვაქვს ერთგვარად ჩვენს. არა თუ ხელისუფლებაში მყოფებს, არამედ გვაქვს თქვენის ვალდებულება. ჩვენ არ უნდა გადავამეტოთ ძალა, შეგვიძლია ჩვენც მივწეროთ შენი დედაცვატილი იქით, მაგრამ ამის გამო რომ შენ შეგაგიდეს და შენი დედავატილი ოგითხრეს, არ უნდა აიღო ჯოხი და არ უნდა სდრუზო თავში, შეიძლება ემოციური ან სამზარეულოში სათქმელი სიტყვა არის ამგვარი ემოციური და სამზარეულოში სათქმელი, რომ მეცაც იმსახურებს დრინც კი არა, ჯოხს კი არა, თავში შეიძლება რაღაცა მიხჩობას მაგალითად, მაგრამ ეს ხომ არ უნდა გააკეთო, იმიტომ რომ შენი რეაქცია არ უნდა იყოს იმაზე უფრო ცუდი, ან მართლა კანონდარღვევითი, ვიდრე მათი სულელური თუ არასულელური, უზდელური თუ არაუზდელური, შეურაცხყოფელი თუ არაუშეურაცხყოფელი, რთულია კიდევ ერთხელ, მაგრამ მაინც. კარგი.
ქართულ მედია საშუალებებს რატომღაც არ გამორჩათ მერქი ასე ვერ ვიტყვი, მაგრამ ნაკლები ყურადღება მიაქციეს ქართულ მედია საშუალებებმა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს იმ პასუხებს, რომლებიც თავის მხრივ საელჩო რადიო თავისუფლების შეკითხების პასუხად წერილობით გამოუგზავნა ამ მედია საშუალებას. აქ სწორედ გამოხატვის თავისუფლებაზეა საუბარი. და ესენი კი ამბობენ, რომ შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გადატვირთვა შესაძლებელია და დაწყებულია უკვე ტრამპმა წერილი გამოგზავნაო, მაგრამ ეს პასუხებიც კი შეერთებული შტატების საელჩოსი ადასტურებს იმას, რომ ის გამოგზავნილი წერილი პრეზიდენტ ტრამპისა იყო ერთი საამათო გამონათება. მეტი არაფერი, ისიც ზედაპირული ძალიან და აბსოლუტურად შაბლონური, ტრაფარეტული, პროტოკოლური. ანუ მადლობა გადაუხადა. რეალურ გადატვირთვას არ აქვს ადგილი, არ შეიძლება ჰქონდეს ადგილი სწორედ იმიტომ, რომ საქართველოში მათ შორის ილახება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება და ილახება პოლიტიკური სუბიექტების თანაბარ პირობებში არსებობის უფლება, რეპრესიებით, რომლებიც დაწყებული აქვს ქართული ოცნების ბანდა ხელისუფლებას. მოკლედ, შტატების საელჩო საქართველოში რადიო თავისუფლების შეკითხების პასუხად გამოგზავნილ წერილში განცხადებაში უფრო ზუსტი რომ იყო წერს, რომ შეშფოთებულნი არიან საქართველოს მთავრობის სიზულვილის ერის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების გამო. ეს სკროლვა სკრინვის სააგენტო რომ შეიქმნა, ამის გამო შტატების საელჩო და შტატების საელჩოს სახელით ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა შეშფოთებულია. ანუ იქ ამერიკის შეერთებულ შტატებში გაცილებით უფრო შტატებიდან გაცილებით უფრო კაცრად აფასებენ იმას, ვიდრე ამათ უნდათ. იმასაც ხდება, ვიდრე ამათ უნდათ რომ აფასებენ. ამ თვალსაზრისით ეს სკრინივსა და სკროლვის სააგენტო, ანუ ეს სამმართველო თუ სააგენტო, შინაგან საქმეთა სამინისტროში არსებული, უფრო ევროპულ რეგულაციებს, ევროპული პოლიტიკის ჩარჩოებში უფრო ჯდება ვიდრე ამერიკულში. თუმცა ამერიკელებისკენ იმზირებიან ესენი და მათთან გადატვირთვას, ურთიერთობის გადატვირთვას ლამობენ. ეხლა ნახეთ, საელჩო კვლავ ვიმეორებ, სახელმწიფო დეპარტამენტთან შეთანხმებით, ეს არ არის თვით ინიციატივა საელჩოს, წერს ტრამპის ადმინისტრაციამ მკაფიოდ განაცხადა, ვიმეორებ, ტრამპის ადმინისტრაციამ მკაფიოდ განაცხადა, რომ შეერთებული შტატების სიტყვის თავისუფლებას მიიჩნევს ფუნქციონირებადი საზოგადოების ფუნდამენტურ საფუძვლად და ჩვენ მტკიცედ შევეწინააღმდეგებით ცენზურასა და იმ შემზღუდავ კანონებს, რომლებიც გამოიყენება არასასურველი შეხედულების მქონე ადამიანების ხმის ჩასახშობად. ანუ არა მარტო სანაიაზე ლაპარაკობს, ცხადია და სანაიას საერთოდ არ ახსენებს, რამდენიც მახსოვს საელჩო თავის განცხადებაში, არამედ ყველას, ვისაც შენ ებრძვი და ვისი გამოხატვის და სიტყვის თავისუფლებასაც ზღუდავ, ჩვენ დავუპირისპირდებით მტკიცედ შევეწინააღმდეგებით ცენზურასა და იმ შემზღუდავ კანონებს, რომლებიც გამოიყენება არასასურველი შეხედულებების მქონე ადამიანების ხმის ჩასახშობად. პოლიტიკოსების, ჟურნალისტების, არასამთავრობო ორგანიზაციების და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ხომ ასეა, ხო ფაქტია. ანუ ამ თვალსაზრისით საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკოსი ოპონენტების ან ზოგადად კრიტიკოსების მიმართ ამერიკული არ არის, როგორ უნდა გადაიტვირთოს ეს ურთიერთობები ბოდიში. აქვე გაგახსენებთ ჯეი-დი ვენსის, ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის 2025 წლის თებერვალში მიუნხენის კონფერენციაზე წარმოთქმული სიტყვიდან ერთ ფრაგმენტს, სადაც ჯეი-დი ვენსი ამბობს ამგვარ რამეს, რომ მამა ცოტა ხანი ხო დაიცდი და მე გაგიღებ. დაკეტილია მამა. ეხა დედა გამოვიდა და გაგიღებს. ბოდიშს ვიხდი საზოგადოებასთან შვილი. გიბოდიშებ, ცხადია. არც დავამონტაჟებთ ამას, ჩვენ ხო ესე არ ვამონტაჟებთ და პირდაპირ უშვებთ, შვილი მოვიდა. ის მეგობრებთან იყო, სოფლად. ლილე. ამ თვალსაზრისით ჯეი-დი ვენსის სიტყვა უნდა გახსენოთ, ჯეი-დი ვენსი ამბობს შემდეგ რამეს თებერვლის მიუნხენის კონფერენციაზე, ოღონდ 2025 წელს. ის ამბობს, რომ უმცირესობების ხმა არ უნდა იყოს ჩახშობილი. დემოკრატია არ არის მხოლოდ უმრავლესობის მმართველობა. დემოკრატია არის მათ შორის უმცირესობების ხმის მიწვენის შესაძლებლობა ფართო საზოგადოებისათვის. ის რომ შენ უმრავლესობაში ხარ, შენ არს გადმოგცემთ, არ გაძლევს უფლებას, რომ ჩაახშო უმცირესობების ხმა. აი ხელისუფლება წოდებული ბანდა ქართული ოცნებისა სულ იმას ამტკიცებს ჭყალებში, რომ რაღაცი უმრავლესობაში აქედან გამომდინარე პოლიტიკური ოპონენტების მისეული გაგებით უმცირესობის
ხმა არ უნდა ისმოდეს საზოგადოებაში. ხო უყურეთ როგორ აგზელებს საელჩო ამ თავის მოსაზრებას როგორ აცნობს საზოგადოებას. როგორც ეს ქართველ პარტნიორებსაც გავუზიარეთ სტაბილურობა, მოითხოვს პოლიტიკურ ოპოზიციას, რომელიც სახელმწიფო ინსტიტუტებთან მოქალაქეების სახელით თანამშრომლობს, იმ მოქალაქეებისა, რომლებაც მათ ხმა მისცეს, ანუ ხო ხავს ამ გირჩ თავი, ან დროას, ან ნაციონალურ მოძრაობას, ან ლელოს ამორჩეველი და ეს პოლიტიკური პარტიები სახელმწიფო ინსტიტუტებთან უნდა თანამშრომლობდნენ, ოღონდ ეს ყველაფერი აღარ გამოვა 2024 წლის არჩევნების გაყალბების გათვალისწინებით. ამიტომ უფრო იგულისხმება რომ 2028-ში რომ ჩაატარებთ არჩევნებს, როგორი შედეგითაც არ უნდა დასრულდეს ის, ოპოზიციამ უნდა აღიაროს არჩევნები, თუ არჩევნები იქნება დემოკრატიული. და უკვე შემდგომ ოპოზიცია, ვინც იქნება ოპოზიციაში, ამისი ქართული ოცნება, ნაციონალური მოძრაობა, იქნება და ითანამშრომლოს, აღიაროს და ითანამშრომლოს. ოღონდ პირობა, ან წინაპირობა, ან თავარ პირობა არის და იქნება კიდეც დემოკრატიული არჩევნების ჩატარება. ეხლა უყურეთ კიდევ, რომელიც შეხედვით ფართო წარმოდგენილი არის უზრუნველყოფილი. წარმოადგენს იმ ფაქტორების ნაწილს, რაც საქართველოს ამერიკელი ინვესტიციებისთვის, უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობისთვის და გრძელვადიანი სტრატეგიული პარტნიორობისათვის სანდო პარტნიორად აქცევს. ჩვენ შეშფოთებულნი ვართ. აქ ძალიან გასამახვილებელია ამერიკელ ინვესტორებზე, მაგრამ დრო არ ყოფნის ახლა. ჩვენ შეშფოთებულნი ვართ საქართველოს მთავრობის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების გამო. სიცრუესა და მცდარ შეხედულებებზე საუკეთესო პასუხი მეტი სიტყვის თავისუფლებაა და არა იზოლებით დამყარებული დუმილი. აი, ამაზე უკეთ რა უნდა თქვას ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ამერიკის შეერთებული შტატების საქართველოში საელჩოს პირით თუ სახით. რადიო თავისუფლების ცნობით, მათ წერილობით განუცხადა შტატების საელჩოს სპიკერმა 28 ივლისს ეს ყველაფერი უთხრა. ეხლა დავუბრუნდები აქ არჩევნების თემას. 28-ში იქნება არჩევნები, შევთანხმდეთ, შევჯერდეთ, აღარ ვიკამათოთ ამაზე, მაგრამ ეს არჩევნები იქნება კი ლეგიტიმური? თუ პოლიტიკურ სივრცეში შევა ხალხის ძალა, იაგო ხვიჩიას გირჩას გაუბედავდა ვეტყვი, იმიტომ რომ მისი პოლიტიკური ნაბიჯები, მისი სტრატეგია არ მოსაწონი და უმრავლეს შემთხვევაში ჩემი აზრით ქართული ოცნებისთვის სასარგებლოა. ნეიტრალური ერთიანი საქართველო, ქართული დასი ჯონდი ბაღათურიასი, კონსერვატული პარტია, ევროპელი სოციალისტები ინჯიასი, თუ არ ვცდებ, დასი თუ ესენი შევლენ, არჩევნები ვერ ჩაითვლება დემოკრატიულად. ამიტომ დანარჩენი ოპოზიციის ვალი და მოვალეობა იზრუნონ ახლავე, რომ არჩევნები შედგეს, არჩევნები ჩატარდეს, დემოკრატიული იყოს არჩევნები, კონკურენტული იყოს არჩევნები, გადარჩნენ მანამდე როგორღაც და ქართულ ოცნებას არ მისცენ, არა, ისე არ გამოვიდეს თუ თითქოს ისინი საბაბს აძლევენ. ქართულმა ოცნებამ მოკლედ არ ჩაატაროს ის რეპრესიები, რომლებსაც ის მიმართავს უკვე კარგა ხანია. აი ეს არის ამოცანა, ხობიდან გადმოძრა ამასობაში ჩემი შვილი. ეს არის ამ ოჯახმა. ეს არის ამოცანა ჩვენი ყველასი ადამიანები მოქალაქეებისა, რომ ქართულ ოცნებას არ შევყვეთ თამაში, გასაკვირველია და არ გავაყალბებინოთ 2028 წლის არჩევნები, არ მივცეთ ამის წავართვათ ხელისუფლება მანამდე, ანუ ის ვითარება შევქმნათ მანამდე, რომ არჩევნები კი ჩატარდება, რასაკვირველია უნდა ჩატარდეს, მაგრამ მანამდე იყოს გამორთმეული ხელისუფლება ძალიან რთული ამოცანაა. გასაკვირველია, ანუ ეს კრიზისები შეიმოსაზრებით გაგრძელდება ჩვენს ქვეყანაში მიზეზთა და მიზეზთა გამო, ეხლა მან უნდა გადავიდეს ლიდე. თხილად მამი, ხო? იო დავაკვირდებით თქვენი სტებართით. მიდი გადაწიე ფეხი. ოჩახმა. მოკლედ აი ესეთი მდგომარეობა. მადლობა ყურადღებისათვის, გიბოდიშებთ პრაქტიკულად 20 წუთი გაგრძელდა, აქედან კი დაახლოებით 3-4 წუთი წაიღო ლილესთვის ყურადღების მიქცევამ. ფრაგმენტმა, მაგრამ არჩევნები უნდა შედგეს, არჩევნებით უნდა გამოვართვათ, წავართვათ ხელისუფლება, მაგრამ არჩევნები რომ შედგეს, ამაზე პასუხისმგებელი ქართული ოცნება. თავად ქართულ ოცნებას არ აწყობს არჩევნები რაღაცა მხრივ. ხო, ან აწყობს არჩევნები ხალხის ძალის თუ ერთიანი ნეიტრალური საქართველოს მონაწილეობით. და მხოლოდ იმიტომ რომ 95 რაღაც 99-93% აიღოს იმ ყალბ არჩევნებში. ამ ყალბი არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა არ უნდა მივცეთ კიდევ. ესეც მოკლედ ბევრი ამოცანის წინაშე ვდგავართ. ეს არის ჩემი სიტყვა და მე იმედს ვიტოვებ, არ მგონია, იმედს ვიტოვებ, რომ
ვიტოვებ რომ ამ ამოცანებს ჩვენ დავძლებთ. რა ვიცი.